მოგესალმებით. დღეს ჩვენი პოდკასტის ახალ ეპიზოდს წერთ, რომელიც კონფლიქტებსა და მშვიდობის მშენებლობას შეეხება. დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს პროფესორი როჯერ მაკგინტი დარემის უნივერსიტეტიდან. ის არის ავტორი პროექტისა ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორები და ასევე ის არის Journal of Peace Building-ის თანარედაქტორი, რომელსაც Taylor and Francis გამოსცემს. პროფესორო, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან საუბარი. ჩვენ ჩრდილოეთ ირლანდიაში ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის მაგალითზე ვისაუბრებთ. და მოგესალმებით, პროფესორო. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი პირველი შეკითხვა არა უშუალოდ ომსა და მის მიზეზებს არამედ მის შედეგებს შეეხება. მაინტერესებს რა გავლენა მოახდინა წითელი პარასკევის შეთანხმებამ და სამშვიდობო პროცესმა ჩრდილოეთ ირლანდიაზე, როგორც სახელმწიფოზე და მის სახელმწიფოებრიობაზე. როგორ გახდა ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტი ყოველდღიურობის ნაწილი ამ სიტყვის პოლიტიკური მნიშვნელობით? კონფლიქტმა, რომელიც ძალადობრივი ფორმით 25 წელზე მეტხანს გაგრძელდა, ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა. ცხოვრება უსაფრთხოების მკაცრი ზომების ქვეშ მოექცა. იქნებოდა ეს საკონტროლო პუნქტები, სადაზვერვო ვერტფრენები, დაპატიმრებული ადამიანები. 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმება ნამდვილად ტრანსფორმაციული იყო. მან უსაფრთხოების ზომების ეს მკაცრი რეჟიმი დაასრულა. სამხედრო პატრულები და საკონტროლო პუნქტები გაუქმდა. ამან ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნორმალიზაცია გახადა შესაძლებელი. ასევე შეთანხმებას თან მოჰყვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები. დაფუძნდა ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა, საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ძალაუფლების დანაწილებას ითვალისწინებს. ამასთან ხელშესახები გახდა გაერთიანებული ირლანდიის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივა, თუ ამას უმრავლესობა დაუჭერს მხარს. სამშვიდობო შეთანხმებამ აღიარა, რომ ყველას აქვს უფლება თავი ირლანდიელად ან ბრიტანელად მიიჩნიოს, ან ორივე იდენტობა ჰქონდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამან ნაციონალიზმი განმუხტა. ამავდროულად გატარდა უსაფრთხოებასთან გატარებული მრავალი ზომა. გამოუშვეს პატიმრები, რაც საზოგადოებაში ცხოვრების ნორმალიზებას ემსახურებოდა. 1998 წლის შეთანხმების გაფორმებიდან 25 წელზე მეტი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ ირლანდია მნიშვნელოვნად შეიცვალა. იდეალური მდგომარეობა არ გვაქვს, არსებობს პრობლემები. თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ 1990-იანებში ყოველ წელს 100-ზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა ხდებოდა. ათასობით ადამიანი ციხეში იჯდა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რყევები იყო. ამასთან შედარებით დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დიდი მადლობა. ეს ფართოსურათს კარგად გვანახებს. ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალადობრივი პერიოდი უფრო მშვიდობიანმა ეტაპმა ჩაანაცვლა. აქედან გამომდინარე, რა პრაქტიკული გაკვეთილების გამოტანა შეიძლება შეერაღებული კონფლიქტიდან მშვიდობისკენ ტრანზიციიდან? განსაკუთრებით საზოგადოებისთვის და მშვიდობის მშენებლობის სპეციალისტებისთვის. ჩვენი ავტორი უმეტესად ამ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ამ საკითხებით ინტერესდებიან. რამდენიმე გაკვეთილის გამოტანა შეიძლება. ცხადია, ერთი შემთხვევის გაკვეთილების სხვა შემთხვევაზე განზოგადების დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველა შემთხვევა უნიკალურია. თუმცა სამ ასპექტს გამოყოფდი, რომლებიც მშვიდობის მშენებლობის სპეციალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
პირველი გაკვეთილია არ გაჩერდა. ადრეულ 90-იანებში ვინმესთვის რომ მეთქვა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი სამშვიდობო შეთანხმება დაიდებოდა და სამშვიდობო პროცესი დაიძვრებოდა, ალბათ დამცინებდნენ. არავინ დამიჯერებდა. თუმცა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ხოლო 1998 წელს ხელი მოეწერა მასშტაბურ სამშვიდობო შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი და სწორხაზოვანი პროცესი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიზნების დასახვაში ამბიციურები ვიყოთ, როცა საქმე კონფლიქტის მასშტაბის შემცირებას ეხება. მეორე გაკვეთილი სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება, რომელსაც ის პოლიტიკური და სხვა ლიდერების ანგარიშვალდებულებაში ასრულებს. პოლიტიკურ ლიდერებს კონკრეტულ საკითხებზე საუბარი სურთ. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრებიან. მაშინ როცა სწორედ სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს მსხვერპლების უფლებებზე. წარსულ გამოცდილებასთან გამკლავების მნიშვნელობაზე. ქალების და უმცირესობების ინკლუზიაზე. ზოგადად ადამიანის უფლებებზე. მესამე ასპექტი სამოქალაქო საზოგადოების ძელვადიან ჩართულობას ეხება. სამოქალაქო საზოგადოება მზადაა პროცესში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყოს ჩართული. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 1970-იანებში დაფუძნდა, როცა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი ღვივდებოდა. მაშინ ისინი თავს საკმაოდ მარტოდ გრძნობდნენ. მათ არ მიაკუთვნებდნენ კონფლიქტის რომელიმე მხარეს. ხშირად დასცინოდნენ კიდეც. მოკლედ სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ მარგინალიზებული იყო. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ გაჩერებულა. ისინი ბევრ ადამიანთან კონტაქტს ფარულად ამყარებდნენ. ამგვარად ადამიანების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფთან ურთიერთობას ფარულად ამყარებდა. როგორც თქვი, ეს კონტაქტები საიდუმლო და შეუმჩნეველი იყო. მაგრამ ამ კონტაქტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მაშინ, როცა საზოგადოებამ გარდაქმნა დაიწყო და როცა სამშვიდობო პროცესმა ურთიერთობა შესაძლებელი გახადა. ეს საკომუნიკაციო არხები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ნორმალიზაციისთვის. ამასთან ხელი შეუწყეს ნორმალიზაციის უფრო ჰორიზონტალურ პროცესს. ოპტიმისტური განწყობა, რომ საზოგადოება უკეთესისკენ შეიძლებოდა, უფრო ჰორიზონტალური იყო. ძალიან საინტერესო დაკვირვებია. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ. როგორც ახსენეთ, ყოველი შემთხვევა უნიკალურია, მაგრამ ფიქრობ, რომ ერთმანეთის მაგალითებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჩემი შემდეგი შეკითხვა მშვიდობისკენ გრძელვადიან სწრაფას შეეხება. არსებობდა თუ არა საზოგადოების უმრავლესობაში განცდა, რომ სამშვიდობო პროცესი წარმატებით დასრულდებოდა. მეორე მხრივ, ხომ არ ხედავთ საზოგადოებაში კვლავ არსებულ დაპირისპირებებს, ხომ არ ხდება კონფლიქტის ხელახლა, გაღვივება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკურსებში. როგორია თქვენი დაკვირვება ამ მიმართულებით? ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ კომპლექსურია. ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად სარიელია. ერთი მხრივ უკან ვერ დაუბრუნდებით. არსებობს განცდა, რომ არავის არ სურს ძალადობას დაუბრუნდეს. არავის არ უნდა, რომ კონფლიქტმა კვლავ გამოიწვიოს ყველა ეს რყევა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობისკენ დაბრუნება შეუძლებელის კი ჩანს. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად წინ წავიდა კრიმინალისტიკა, ელექტრონული თვალთვალის მექანიზმები და ასე შემდეგ. გონია, რომ მაღალ განვითარებულ სახელმწიფოში, რომელმაც ციფრული რევოლუცია გაიარა, ამბოხის ორგანიზება საკმაოდ რთული საქმეა. თუმცა უფრო ზოგადად რომ შევაფასოთ, ძალადობისკენ და რყევებისკენ დაბრუნებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს.
მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო პროცესმა იმას მიაღწია, რომ ორივე მხარე საკუთარ პოზიციებში გაიყინა. შესაბამისად, საქმე გვაქვს გაყინულ კონფლიქტთან. სამშვიდობო პროცესის ფარგლებში დადებულმა შეთანხმებამ აღიარა, რომ შეგიძლია უნიონისტი იყო და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში დარჩენას ემხრობოდა. ამავდროულად შეგიძლია ირლანდიელი ნაციონალისტი იყო და ჩრდილოეთ ირლანდიას გაერთიანებული ირლანდიის ნაწილად მოიაზრებდა. შესაბამისად, მივიღეთ ორი პოზიცია, რომელთა შორისაც შუალედი თითქმის არ არსებობს. ძალაუფლების დანაწილების შეთანხმებამ, ანუ კონსოციაციონალურმა შეთანხმებებმა რაღაც პროგრესი მოიტანა. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მოხერხდა. ეს ძალიან კარგია. ამან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ყოველდღიური ცხოვრება გარდაქმნა. მაგრამ მაინც მკვეთრად დაპირისპირებულ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ბავშვების უმეტესობა 90%-ზე მეტი კათოლიკურ ან პროტესტანტულ სკოლებში დადიან. მოსახლეობის უმეტესობა ქალაქის კათოლიკურ ან პროტესტანტულ ნაწილში ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა ფეხბურთის გუნდს გულშემატკივრობენ, ცხადია, სხვადასხვა ეკლესიაში დადიან, განსხვავებული მედიიდან იღებენ ინფორმაციას, სხვადასხვა სპორტს თამაშობენ. ჯამში სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე შერიგებამდე არ მისულა. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ეთნო-ნაციონალისტურ პლატფორმაზე დგანან, შერიგების პროცესი არ აინტერესებთ, რადგანაც ამით საკუთარ მნიშვნელობას დააყენებენ ეჭქვეშ. ამგვარად, ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ სამშვიდობო შეთანხმებამდე მისასვლელად ერთია საჭირო და შერიგების პროცესამდე მეორე. და ჩვენ ამისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ამას მივყავართ კითხვამდე. იქნებ უკეთესის მიღწევა არც არის შესაძლებელი. ალბათ ვერასდროს მივახსევთ იდეალურ მშვიდობას, სადაც გელი და კრავი ერთად ზოენ. თუმცა შეგვიძლია თუ არა მივახციოთ ამ არც თუ იდეალურ სტატუს კვოზე უფრო მეც. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ამერიკელი სენატორის ჯორჯ მიჩელის კომენტარი, რომელიც წითელი პარასკევის შეთანხმების გაფორმებაში მთავარი მედიატორი იყო. მისი თქმით, ძალიან მაღალი თამასა არ უნდა დავაწესოთ. სხვა სიტყვებით, უნდა ვაღიაროთ და აღვნიშნოთ ის მიღწევები, რაც უკვე გვაქვს. ადამიანებს არ კლავენ, ციხეში არ სვამენ. ვითარება არ მწვავდება. იქნებ ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. ვიფიქროთ, კიდევ რისი მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ თამასა ისე მაღლა არ უნდა დავაწესოთ, რომ ვერასდროს მივახციოთ მიზანს. ეს ძალიან კარგი მაგალითია მშვიდობის არაძალადობრივი ეტაპის განსასხვავებლად. და იმის თუ რამდენად შეიძლება იყოს იდეალური შერიგების ეტაპიდან. საინტერესოა იმოქმედა თუ არა ნორმალიზაციამ ინსტიტუციურ სისტემას, პირველ რიგში საგანმანათლებლო სისტემაზე. და არის თუ არა განათლების სფერო ამ განხეთქილების ნაწილი, თუ პირიქით შერიგების პროცესს უწყობს ხელს. რას ფიქრობთ ამ კუთხით? საგანმანათლებლო სფერო ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემური საკითხია და მუდმივად ყურადღების ქვეშაა. Education system is also a very problematic, let's say, area. That's a good question, and კარგი შეკითხვაა. the Northern Ireland experience is very mixed. ამ კუთხით ჩრდილოეთ ირლანდიაში არაერთგვაროვანი გამოცდილება გვაქვს. როგორც თქვი, ბავშვების უმეტესობა კათოლიკურ ან პროტესტანტულ სკოლებში დადის.
ამასთან არსებობს ინტეგრირებული სკოლების მოძრაობაც, რომელიც საკმაოდ ძლიერია. თუმცა მათ ბევრი ბრძოლა მოუწიათ, რომ ამისთვის მიეღწიათ. დღეს თუ არსებობს 70-მდე ინტეგრირებული დაწყებითი და საშუალო სკოლა, რომლებშიც კათოლიკური, პროტესტანტული და სხვა წარმოშობის ბავშვები სწავლობენ. ეს სკოლები ინტეგრაციისკენ ესწრაფვიან. ისეთი საზოგადოებისკენ, სადაც იდენტობის მიხედვით განსხვავება არ არსებობს. და ყველა იდენტობის ადამიანს ღირსეული ადგილი აქვს. ამ სკოლებს ბევრი ბრძოლა მოუწიათ არსებობისთვის, რესურსების მოსაპოვებლად. ისინი ბევრს იბრძოდნენ, რომ მოემპოვებინათ მიწები სკოლების ასაშენებლად. მოინახათ რესურსი მასწავლებლების დასაქირავებლად, მაგრამ დღეს ისინი უკვე საკმაოდ დამკვიდრებულ სექტორს წარმოადგენენ. მეორე მხრივ ცვლილებები ნაკლებად შეეხო სასწავლო პროგრამებს, რომლითაც ბავშვებს ასწავლიან. სკოლებს ამ კუთხით საკმაოდ თავისუფლება აქვთ. აქ თემის ურთიერთობებზე დაფუძნებული ტიპის სწავლება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სასკოლო განათლება მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სოციალიზაციისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შეიძლება პროგრესულ სკოლაში დადიხართ, მაგრამ ოჯახში არც თუ ისე პროგრესული განწყობებია. თქვენი თანატოლებიც არ არიან დიდად პროგრესულად განწყობილები. ამ შემთხვევაში სკოლას დიდი გავლენა ვერ ექნება. ამრიგად, სკოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს არ წყვეტს. ჩრდილოეთ ირლანდიაში სხვა ინსტიტუციებმა უფრო რადიკალური რეფორმა განიცადა. მაგალითად, მნიშვნელოვნად გარდაიქმნა პოლიცია. მანამდე პოლიციაში უმეტესად პროტესტანტები მუშაობდნენ. პოლიცია მძიმედ შეიარაღებული და მილიტარიზებული იყო. მას ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის პოზიციის ერთ-ერთ მთავარ დამცველად აღიქვამდნენ. მასშტაბური საკონსულტაციო პროცესის შედეგად პოლიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. შეიცვალა პოლიციის სახელწოდება, საპოლიციო ძალებიდან საპოლიციო სამსახურად გარდაიქმნა. შეიცვალა პოლიციის უნიფორმა, სიმბოლიკა, სამსახურში აყვანის წესები. რათა კათოლიკეებისთვის პოლიციაში მუშაობის დაწყება უფრო გამარტივებულიყო. ეს პოლიციის რიგების რეპრეზენტატიულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. ამასთან ბრიტანეთის მთავრობამ დიდი რესურსები გაიღო საპენსიო სქემების დასაფინანსებლად, რათა უფრო ხანდაზმული პოლიციის ოფიცრები პენსიაზე გასულიყვნენ და ახალი თაობისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ. ჯამში რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ ბევრი კათოლიკე დღესაც თავს იკავებს პოლიციაში სამსახურისგან. შესაბამისად, პოლიციის რიგებში პროტესტანტების და კათოლიკეების რაოდენობა ამას წონასწორობისთვის ჯერ არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, ეს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ძირეული ინსტიტუციური ცვლილებების კარგი მაგალითია. გმადლობთ ამ მაგალითის გაზიარებისთვის. სასწავლო პროგრამის საკითხს მინდა ჩაუღრმავდეთ, რომელსაც უკვე შეეხით. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ხდება ისტორიის ინტერპრეტაცია. არსებობს თუ არა ამ კუთხით განსხვავება კათოლიკურ და პროტესტანტულ სკოლებს შორის. თუ ისტორიას ერთნაირი მიდგომით ასწავლიან. კვლავ ძალიან კარგი შეკითხვაა. სკოლებს საკმაოდ დიდი თავისუფლება აქვთ კონკრეტული საგნების სწავლების კუთხით. ისტორიაც მათ შორისაა. კათოლიკურ სკოლებში ტრადიციულად ბავშვები ირლანდიის ისტორიას სწავლობენ. ირლანდიის ისტორია უმეტესად ბრიტანეთის წინააღმდეგ თავისუფლების ბრძოლის ისტორიაა.
And there is a tradition in Protestant schools. პროტესტანტულ სკოლებში ბავშვები უმეტესად ინგლისის ისტორიას სწავლობენ. ინგლისის მეფეების და დედოფლების შესახებ. ბრიტანეთის იმპერიის ისტორიას. So the kids are taught შესაბამისად ბავშვები საკმაოდ ისტორიის საკმაოდ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს სწავლობენ. necessarily taught about the other. უმეტესად მათ არასწავლიან მეორე მხარის პერსპექტივის შესახებ. Separate social ესეც ამ განცალკევებული სოციალიზაციის ნაწილია. შესაბამისად, თუ კი ბავშვები სხვადასხვა პერსპექტივიდან სწავლობენ, მათ განსხვავებული მსოფლმხედვა უყალიბდებათ. თუ სპორტის განსხვავებულ სახეობებს თამაშობენ, განსხვავებული სოციალური ჯგუფის წევრები არიან. განსხვავებულ ადგილას დადიან შაბათ-კვირა სპორტის სათამაშოდ. აღსანიშნავია, რომ ისინი მათემატიკას და ფიზიკას ერთი და იმავე პროგრამის სწავლობენ. remarkable in a sense. They learn the same maths curriculum. მაგრამ They learn the ისტორიის სწავლება საკმაოდ განსხვავებულია. but in history there is quite a bit of difference still between სკოლებს საკმაოდ განსხვავებული მიდგომა აქვთ, როგორ ასწავლონ ისტორია. they would teach history. მადლობა ამ დაკვირვების გაზიარებისთვის. საქართველოში ისტორიის სწავლების საკითხი ყოველთვის განსჯის საგანია. საქმე იმდენად არ ახება იმას, რას ვასწავლით. არამედ იმას, რა არ ვასწავლოთ. ფაქტების შერჩევითა დავიწყებას. ეს ცხადია ჩემი პირადი დაკვირვება და მინდოდა ამასთან დაკავშირებით პარალელები გაგვევლო. Observation, so that I wanted to hear, let's say, to make parallels on this. To come back to, I think you're absolutely right. It's not that it's exactly that. It's ვფიქრობ აბსოლუტურად მართალი ხართ. you know, საქმე მართლაც მეორე მხარის უგულებელყოფას ეხება. თითოეული მხარე საკუთარ ისტორიულ ბაბლში ცხოვრობს და ამით ბედნიერია. მათ არ აქვს შეხება ისტორიის განსხვავებულ ინტერპრეტაციასთან და არც სურთ ამის შესახებ რამე გაიგონ. yes, დიახ, ძალიან ზუსტად აღწერეთ, ეს ისტორიული ბაბლია. and to come back to this kind of the more უფრო ფართო საკითხს რომ დავუბრუნდეთ, about the რომელიც მშვიდობის მინიმალისტურ ფორმას და შერიგებას ეხება. what's the როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება? society in a way that's the question ხოლმე უნდა დავილოდოთ ზემოდან წამოსულ პროცესს. for the top down approach, so ანუ ზედა ეშელონებში არსებულ პოლიტიკურ ნებას, რომ შერიგების პროცესისკენ დავიწეროთ. at the top to თუ როგორც თქვენ ახსენეთ სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს და საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს თავადაც შეუძლიათ ამ პროცესის დაწყება ან დაჩქარება, იმის მიუხედავად არსებობს თუ არა ამგვარი პოლიტიკური ნება. ცხადია, საკითხი მხოლოდ შრიოთ ირლანდიას არ ეხება. როგორია თქვენი მოსაზრება? in this particular case. I think that ვფიქრობ, societies are საზოგადოებები მრავალფენიანია. in the sense that სხვა საზოგადოება სხვა სიჩქარით მოძრაობს. and in some societies it's actually ზოგიერთ საზოგადოებაში მშვიდობისკენ სწრაფვის კუთხით პოლიტიკური ელიტები უფრო აქტიურობენ. peace, and in other societies სხვა საზოგადოებაში ამ როლს საზოგადოებრივი ჯგუფები და ინდივიდები თამაშობენ. in Northern Ireland there was a lot of quiet ჩრდილოეთ ირლანდიაში ფარული სამშვიდობო პროცესები ადგილობრივ დონეზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. too strong, but სამშვიდობო პროცესებიც კი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ორივე მხარის წარმომადგენელ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს ერთმანეთთან თანამშრომლობა უწევდათ, რათა ყოველდღიური პრობლემები მოეგვარებინათ. things done, you know, refuge collection როგორიცაა ნარჩენების შეგროვება, ქუჩების დაგვა, გზების და ტროტუარების შეკეთება. and pavements. That was ეს ყოველდღიურად ხდებოდა. every day. მაშინ როცა That went on 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან პოლიტიკური პარტიები ეროვნულ დონეზე ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთის ბოიკოტს ეწეოდნენ. at one another, but actually at the local ამ დროს ადგილობრივ დონეზე ისინი ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ. that was an example ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე შეიძლება პროცესები ბევრად უფრო წინწასული იყოს, ვიდრე პოლიტიკური ელიტის დონეზე. It should also be said that Northern Ireland had
and always has had. ამასთან უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ ირლანდიას ყავდა და ყავს საკმაოდ განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც პოლიტიკური იარლიყი არ აქვს. Was not badged or labeled politically. So organizations were ორგანიზაციები უბრალოდ მშვიდობის ან შერიგების თემაზე არ მუშაობენ. peace or reconciliation. Instead, they were organized according ამის ნაცვლად ორგანიზაციებს სხვადასხვა to cultural pursuits, კულტურული ინტერესი აქვთ. political history, and interest მაგალითად, მათ ადგილობრივი ისტორია ან ფოტოგრაფია აინტერესებთ. of organizations linked ამასთან არსებობდა ორგანიზაციების ადგილობრივი ფილიალები, რომლებიც ჯანდაცვის და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობდნენ. Save the Children Fund, მაგალითად, ფუნქციონირებდა ფონდ Save the Children, ადგილობრივი ფილიალი, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა და მთელ მსოფლიოში მუშაობს შიმშილის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე. a local branch in მათ ჩრდილოეთ ირლანდიის ყველა ქალაქში ჰქონდათ წარმომადგენლობა. and in the 1970s, ამრიგად 70-იანებში და 80-იანებში Catholics and Protestants ამ ორგანიზაციის კათოლიკე და პროტესტანტი წევრები პოლიტიკაზე და ჩრდილოეთ ირლანდიაზე კი არ საუბრობდნენ, არამედ აფრიკის რქის რეგიონში შიმშილზე ან სხვა საკითხებზე. the Horn of Africa or something, they would be engaged in ისინი ერთად ცდილობდნენ შიმშილის მსხვერპლთა გადასარჩენად სახსრების შეგროვებას. that sort of social ეს იყო გარკვეული სოციალური კაპიტალი, სხვა ჯგუფშორის ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. looking back on it, it wasn't bad დღევანდელი პერსპექტივიდან რომ ვთქვათ, ამას სამოქალაქო საზოგადოებას არც უძახდნენ. or I was not aware of it, არც ვიცი ამ ტერმინს მაშინ ვიყენებდით თუ არა. but these were points თუმცა ადამიანები ამ საკითხებზე თანხwebdriverში იყვნენ. actually შემდეგ ისინი აცნობიერებდნენ, რომ მეორე მხარეს ჩემნაირია. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა რაღაც ეშმაკები. devil in some way. So civil society შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის თამაშობდა ლიდერის როლს. I think provided ის ნორმალიზების ჰორიზონტალური პროცესის მაგალითს იძლეოდა. that there could be the horizontal spread of normalization. In terms of waiting რაც შეეხება იმას, უნდა დაველოდოთ თუ არა, political leaders, სანამ პოლიტიკური ელიტა და ლიდერები პირველ ნაბიჯს გადადგამენ, I think people need security. ვფიქრობ ადამიანებს უსაფრთხოება სჭირდებათ. თავარი რაც პოლიტიკურმა ელიტებმა შეიძლება გააკეთონ, უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რათა ვითარება ნორმალიზდეს და სხვადასხვა ჯგუფშორის ინტერაქცია გახდეს შესაძლებელი. უსაფრთხოება შეიძლება პოლიტიკური ლიდერების მიერ გადადგმულ სხვადასხვა სიმბოლურ ნაბიჯს მოიცავდეს, როგორიცაა ერთმანეთთან შეხვედრა. ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოების სექტორის რეალური რეფორმა. თუ ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მაშინ წინა პლანზე ყოველდღიური ურთიერთობები, ადამიანური ცნობის მოყვარეობა, კულტურული აქტივობები გამოდის. თუ ადამიანებს შესაბამის გარემოს შეუქმნით, ბოლოს და ბოლოს ცუდი ხასიათის მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთს თავს ვარიდებთ, მაინც სოციალური არსებები ვართ. Thank you, Professor, for დიდი მადლობა პროფესორო ამ ძალიან საინტერესო პასუხისთვის, a very რომელიც ჩვენი შემთხვევაშიც რელევანტურია. so relevant answer to our case as well. And საუბრის maybe დასასრულს question მინდა პოლიტიკური სისტემისა about the political system. და მშვიდობის შემებლობის ურთიერთმემართებაზეც გკითხოთ. We ჩვენს რეგიონში ხშირად სვამე კითხვას, peace is რამდენად არის შესაძლებელი მშვიდობის მიღწევა possible. არადემოკრატიულ გარემოში. So my question would be how much რა როლს თამაშობდა დემოკრატიზაციის პროცესი ჩრდილოეთ ირლანდიაში, თუნდაც კონფლიქტის შემდგომ სტაბილიზაციის პროცესში. at least in a ასევე როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა მნიშვნელოვანი როლი process, დემოკრატიზაციას სამომავლოდ how much would you და ზოგადად შერიგების პროცესებში სხვადასხვა კონფლიქტურ კონტექსტებში. say to strive for the reconciliation? I think that's a really important question, particularly ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, როცა დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები უკუსლას განიცდის. in the Northern Ireland case,
democracy was ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევაში დემოკრატია ერთდროულად წყალობაცაა და წყევლაც. წყალობა იმ კუთხით, რომ 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმება რეფერენდუმზე გავიდა, როგორც ჩრდილოეთ ირლანდიაში, ასევე ირლანდიის რესპუბლიკაში. და ორივე შემთხვევაში ხარდაჭერა მოიპოვა. supported in both places. So the peace agreement had შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმებას სახალხო ლეგიტიმაცია ჰქონდა. there were elections ამასთან, მრავალპარტიულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს წინ არჩევნები უძღოდა. and on the basis of those elections პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, არჩევნების შედეგად შეირჩნენ. through those talks. In other სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი იმ მოსახლეობას, იმ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რაზეც პრეტენზია ჰქონდათ. communities they claim to represent. So democracy in that sense ამ კუთხით დემოკრატია ნამდვილად წყალობა იყო. allowed მან წარმომადგენლობითობა და ლეგიტიმაცია მოიტანა. It's also something of a curse ამასთან არჩევნები რაღაც კუთხით წყევლაც იყო. with elections. Communities become re-sectarianized. They political leaders სხვადასხვა ჯგუფის დაპირისპირება მოხდა. პოლიტიკურმა ლიდერებმა იციან, რა საკითხებზე იმანიპულირონ და ეს ძალიან კარგად გამოსდით. talk of როცა დაძაბულობა მატულობს, შერიგებაზე სასაუბროდ ადგილი არ რჩება. ჩვენთან რეგულარულად ტარდება მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნები, ასევე for the Northern Ireland რეგიონული არჩევნები ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის ასარჩევად. European ბრექსიტამდე ევროპარლამენტის არჩევნები ტარდებოდა. შესაბამისად, თითქმის ყოველთვის არჩევნები ტარდებოდა და შერიგებისთვის დრო არასდროს არ დადგა. or reconciliation. The other, I think, more or at least equally important point ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი. დემოკრატიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ არჩევნებს, ის ადამიანის უფლებებსაც ეხება. what one of the good things that have come out წითელი პარასკევის შეთანხმების ერთ-ერთ სიკეთეს ინსტიტუციური ორგანოების დაფუძნება წარმოადგენდა, რომლებსაც უფლებების კუთხით საზედამხედველო ფუნქცია ჰქონდათ. and are able to make sure that ისინი უზრუნველყოფენ, რომ ორივე ძირითად დენომინაციას თანაბარი უფლებები ჰქონდეს და მათი უფლებები დაცული იყოს. ისინი ზედამხედველობენ ინკლუზიის პრინციპების გატარებას. ამ ორგანოებს რეალური ძალაუფლება აქვთ. მათ შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებიც დასაქმების კუთხით არასამართლიან პრაქტიკას ეწევიან, ჯარიმები დაუწესონ. engage in რომელიმე ორგანიზაცია შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ რელიგიის ან სხვა იდენტობის მიხედვით დისკრიმინაციას ეწეოდეს. their religion or their identity. So I think when we talk about democratization it's worth შესაბამისად, როცა დემოკრატიზაციაზე ვსაუბრობთ, and საუბარია საკითხების მთელ პაკეტზე. absolutely ამ კუთხით სამოქალაქო საზოგადოებამ საკვანძო როლი ითამაშა. ფიქრობ, პოლიტიკური ელიტები არ დაინტერესებოდნენ ადამიანის უფლებებით, ქალების კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობით. სამოქალაქო საზოგადოებას რომ არ ეთქვა. არა, თუ სამშვიდობო შეთანხმების დადებას აპირებთ, ეს მხოლოდ თქვენ პოლიტიკურ პარტიას ძალაუფლებაში დარჩენის სურვილს არ ეხება. ეს ეხება ინკლუზიას, სამართლიანობას about making this thing sustainable. და მდგრადობას. სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკოსებს ანგარიშვალდებულება დააკისრეს და ამ როლს დღესაც ასრულებენ. Thank you so much for დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის. ფიქრობ, ბევრ საფიქროს დაგვიტოვებს და ბევრი პარალელის გავლება შეგვეძლება.